აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე სამიტის შედეგებს ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს. შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას მთავრობა 2016 წლის დასაწყისში ელოდება, მას შემდეგ რაც ევროკომისია წელს დეკემბერში შეფასების საბოლოო ანგარის გამოაქვეყნებს. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი რომ გადაწყვეტილია, თანხმდებიან ექსპერტები და ანალიტიკოსები, თუმცა ოპოზიციის მსგავსად ფიქრობენ, რომ რიგი სამიტის დეკლარაცია უმთავრეს საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვან მიმართულებებში არ არის დამაკმაყოფილებელი. სამიტის შედეგები დღეს უკვე თბილისში ფასდება. მართველი პოლიტიკური გუნდი თვლის, რომ დეკლარაციის ტექსტში საქართველო მაქსიმალურ შედეგს მიაღწია, რაც ევროკავშირისკენ ქვეყნის დინამიურ და პერსპექტიულ სვლას ასახავს. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ დელეგაცია ლატვიის დედაქალაქიდან მაქსიმალური შედეგით დაბრუნდა. ყველა აღნიშნავს ამას ასახად, რომ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი რეფორმები, ეს არის ჩვენი წინსვლა ევროპისკენ, ევროპულ სტრუქტურებისკენ და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ასე რომ ჩვენ უკვე ის მაქსიმუმი გავაკეთეთ შევძელით. ახლა საჭირო არის ტექნიკური პროცესების დასრულება. პოლიტიკური გადაწყვეტილების გადახედვას უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით გამორიცხავენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოს ქვეყნის შეფასება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც რიგი სამიძე, რაც მომავალი წლიდან უვიზო მიმოსვლის საწინდარი გახდება. პოლიტიკური კუთხით შეფერხება ამ პროცესს არ ექნება. მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნა, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა სახელმწიფოები, რომელსაც გააჩნიათ ევროპული მისწრაფება, ევროპული არჩევანი, რომ ევროკომისიამ ეს არჩევანი აღიარა. იყო ძალიან კაფიო პოლიტიკური მესიჯები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზე და რაც კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, მივდივარ ზუსტად იმ გზით და იმაზე უფრო სწრაფი ტემპით მინდა გითხრათ, რაც ქვეყნებმა გაიარეს, ვინც უკვე მიაღწია იმ პროგრესს, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. სუსტ და უსუსურს უწოდებს რიგის სამიტის დეკლარაციას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძის შეფასებით სამი საკითხიდან, რაზეც საქართველო კონკრეტულ პასუხს ითხოვდა, დეკლარაციაში სრულფასოვნად არც ერთი არ ასახულა, მათ შორის არც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და არც ევროპული პერსპექტივის შესახებ. ყოფილ კოლეგას არ ეთანხმება მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. არც ერთი ის მწვავე პრობლემა, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აღელვებდა, არც ერთმა არ ჰპოვა ადეკვატური ასახვა ამ დეკლარაციაში. დავიწყოთ იმით, რომ მაასტრიხტის ხელშეკრულების 59 სტატიის შესაბამისად საქართველოს თვის არ არის დაფიქსირებული ევროპული პერსპექტივა. ამ შეფასების საფუძველზე უკვე კონკრეტულად გაცხადდა თარიღი, ანუ წლის ბოლოს დასრულდება შეფასება და შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მომავალი წლიდან მივიღოთ გადაწყვეტილება პროცედურის დასრულების შემდეგ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. უვიზო მიმოსვლის საკითხი რომ გადაწყვეტილია და ის ვერ შეიცვლება, ამაზე თანხმდებიან ქართველი ექსპერტებიც, თუმცა მთლიანობაში დეკლარაციის სხვა პუნქტებს დამაკმაყოფილებლად არც ისინი თვლიან. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია ჩვენზე, საქართველოს მხარეზე, ის თუ რამდენად შეასრულებს, რამდენად მოასწრებს ამ ძალიან მოკლე დროში ყველა იმ ეგრეთ წოდებული ბენჩმარკის შესრულებას, რაც არის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით დარჩენა. ვიზა ლიბერალიზაციასაც შეეხება, მე ამ ჩანაწერში არსებულ ჩანაწერის პრობლემას ვერ ხედავ. მე პრობლემას ხედავ რაციას მოლოდინით და გუშინ კიდე რაღაც არასერიოზულ განცხადებებს აკეთებდნენ, თორე რაც ჩაიწერა ვიზასთან დაკავშირებით, ეს არის ის, რაც უნდა ჩაწერილიყო, ის მოლოდინიც ჰქონდა და რაც გამართდა. მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, ეს წლის ბოლოს დეკემბრის შუა რიცხვებში გაირკვევა, როდესაც შემფასებელთა მისია ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს.